1 2 3 ეს მაგარამაჩუგის და ვარგა თუ არ სხვა მომიყვანეთ გაუმარჯოს დაგიბრუნდით მორგი ვიდეოთი ნუ 6 თვე კი გავიდა მაგრამ ხო გაგიგიათ ჯობს გვიან ვიდრე არასდროსო ესე იგი დაგიბრუნდით მე და ჩემი ბებერი ტანჯულა მოკლედ სიმართლე გითხრათ არც ვიცი რაზე გადავიღო ვიდეო მაგრამ მოდი პატარა აპდეიტს მოგცემთ ჩვენს ამ პროექტზე ესე რაღაც უცნაურად არ გამოიყურება ო დააკვირდით ერთი ფერია მანქანა როგორც გახსოვთ კაპოტი იყო ხოლმე მწვანე და აკეთა ფენდერი იყო შავი და ესე მიწერილი მქონდა სილვერი არ შემიღები უბრალოდ ფენდერის ფასში სხვა მანქანა ვიყიდე დიზელი ვიყიდე S300 რომელიც იყო იგივე ფერი იქიდან გადმოვიტანა ეს ნაწილები და ყველაზე მაგარი რაც იყო რომ დიზელის ფენდერი რო იყო აქ ჭრილები ისე მქონდა აი ეს ჭრილებზე ვამბობ და ყველაფერი დაემთხვა რა ფერიც და ჭრილებიც შეამჩნევდით სხვა დისკებზე არის მანქანა სამთრის საბურავები და დისკები აყენია იმიტომ რომ ყოველ მეორე დღეს ან ყინულიანი წვიმა მოდის ან კიდე თოვს სადაც კიდე შეუშვი რა არ იჭედება დანარჩენი ყველაფერი იგივეა რა ვერც ვაწვალებ ამ მანქანას მე შენია გაზზე ფეხის მიდგმა უკვე სამჯერ გავაფუჭე ძრავი და კიდე რაღაც არ მოუვიდეს სიმართლე გითხრათ არც მიცდია არაფრის გაკეთება და შეცვლა რა უბრალოდ დავდივარ ნელ-ნელა დავგორაობ ტურბოს ხმებს უსმენ ხოლმე. ამ პროექტზე მუშაობა აქ არ წყდება. კიდე ბევრ რაღაცას უპირებთ მოკლედ და რაღაცეები რასაც უპირებთ, საბარგულში მილაგია და ეხლა განახებთ. ოკეი. ესე იგი. ეს ჩემი არ არის, ეს სხვისია. აქ გვაქვს უკანა საბფრეიმის, ესე იგი, მაუნტები, რეზინისები აყენია ორიგინალზე და ეს არის პოლიიურეთეინი ქვია. ეს არის პოლიმაუნტები რა, უფრო მაგარი და ხისტი უნდა იყოს. რა თმინდა სიმართლე გითხრათ არ ვიცი, მაგრამ იყოს. კიდე გვაქვს თლიანი ახალი უკანა კიტი, რომელშიც შედის ყველა ასე კონტროლ-არმი და ნუ ახალი ნაწილები რა. ეხლა განახებთ ერთ ნაწილს და თუ მიხვდებით რისთვის არის. ჯერ შეხედეთ და მერე გეტყვით რა რისთვისაც არის. აი ეს ნაწილია. ინის აბა თუ მიხვდებით მე მგონი უნდა მიხვდეთ მაგრამ მაინც ეს ჩვენი ნაწილი მოდის აი ესე და უნდა დაუყენდეს აი აქ აი ესე კარგად ვერ ვახერხებ ხელი დაჭერას მაგრამ მე მგონი მიხვდით ხო რისთვისაც არის როგორც ისეთ 500 აქვს გაბერილი უკანა კრილოები, ნუ წინებიც, მაგრამ ესენი უკანებისთვის არის მეტალის, ჯერჯერობით არ მგონია, მაგრამ ამებს უეჭველი დავაყენებ რა. ვიძეც მოუხდება და უფრო განიერ საბურავსაც დავტევთ. კი ვთქვი ცელკის მერე ამ ბოდიკიტებს და რაღაცეებს არ შევეხები მეთქი, მაგრამ ამ მანქანას ეს მაგრად მოუხდება რა. ამას რო დავაყენებთ, მარტო უკან ხო არ იქნება განიერი. ამიტომ ჯერ არ ვიცი, მაგრამ ალბათ წინაც გავაგანიერებთ და ვამპირებსაც შევცვლით რა. ამებს ახლო მომავალში ვერა, მაგრამ ოდესმე მაინც გავაკეთებ რა. ნუ, ჩაფიქრებული მაქვს იმედია გავამივა. ხო, სხვა არაფერი ისეთი არ შეგვიცვლია. ძრავში სიმართლე გითხრა, ზეთის მეტი არაფერი არ გავამიცვლია და რავი, დავდივარ ეგრე წინ და უკან რა. ძალიანაც კი მინდა რომ ვაგაზაო და ესე იგი ამოვიღო ამ ძრავის და ტურბოს პოტენციალი, მაგრამ ვერ ვახერხებ, რავი. მიყენია რაღაც დეტონაციის სენსორი, ასე ვთქვათ, და ყოველ მიჭერაზე ციმციმებს და ეს მაშინებს ხოლმე რა, კიდე რაღაც ძრავი არ გავაფუჭო თქო. შეიძლება ეს სენსორის თვითონ იტყუება, მაგრამ რა ვიცი, უკვე როგორც ისეთ ორი ძრავი გავაფუჭე და რავი. მაგისთვის გაზაფხულზე მოვიცლით რა უკვე მართლა რომ საგაზაო ამიდები მოვა. თუ გინდა რომ დავაბუქსაო, თვალები ორჯერ დაახამხამე. აი ამ სენსორის გულიზე ვერ ვადგავ წესივრად რა. ეხლა ხო არის მწვანე. გავათუ არა მანქანა ბუსწია, აი მაგალითად მე 2 საჩქარეში მივადგი. დაიწყებს ციმციმს წითლად.
წესით, როცა ციმციმებს, ესე იგი ხედავს რაღაცა კაკონს, ანუ დეტონაციას რა, ძრავზე. ხოდა მაგიტომაც მეშინია კიდე მიდიგმა რა. დავინახავ თუ არა რა ციმციმდება, ეგრევე უშვებ ხოლმე გას ფეხს. აი ხლა რო დავიძვრები განახებთ რასაც გულისხმობ. ხო ჩამოვიტანი. მესამე. ჩამოიტანი მეორე. ეხლა მივადგავ და აი ხურით. აი. ზუსტად მაგას ვამბობდი. არადა ძალიან მაგრად მიდის. ეს დაჟე ბოლომდეც არ მქონდა ჩაჭერილი და ძალიან მაგრად მიდის, მაგრამ ვიღაც კომიკიდა. მაგრამ ესე ციმციმებს რა წითლად და სიმართლე გითხრათ twins meat. ხმები კი ძალიან მაგარი აქვს რა ტურბოსაც და რა ვიცი. აი უსმენთ იმედია კარგად ისმის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი სენსორი ციმციმებს და გვეუბნება, რომ რაღაც პრობლემაა ძრავში, არ ვაქცევთ ყურადღებას მოკლედ იმ აზრზე ვართ, რომ ესე იგი ეს სენსორია გაუჭებული რა. თან ამ მანქანით რაც ავაწყე არ მიგაზავია რა არასდროს. ამდენი რაღაც გავუკეთე, მაგრამ ფაქტიურად 200-ზე სწრაფად არ წავსულა. ესეც რო ვტესტავდი მაშინ რა. ჩვენი პირველი ოპონენტი იქნება აი ეს C450, C53, რომელიც არის stage 1 ესე ვთქვათ. ჩაწერილი არის პროგრამა და ნუ კარგად დადის რა. C53-ისგან განსხვავებით ეს არის 7 სიჩქარიანი, როგორც ვიცი. C53 მეგონი 9 სიჩქარიანია. თუ რაღაც ეგეთი ავი, არ ვიცი. ნუ მოკლედ ეს არის ჩვენი პირველი ოპონენტი და გავალთ და ჩავაჭერთ. თუ აციმციმდა ეს ჩემი სენსორი რავი, აუშვებ, იმედია არ აციმციმდება რა, ნახოთ. რაღაც მიღებ, წავიდეთ. აი კიდე რო გავალთ, თუ მანქანები არ იყო ჩავალთ. ჯამენა. რავი მე კაცო, მეორე სიჩქარე ალბათ. მომხევი და გეტყვი რა. ეხლა კაი იქნებოდა რო აენტოს, იმიტომ რომ იქიდან ვაფშე მანქანები არ არის. წამოწითელზე. კაი, ხო, კაი. წამო აბა, წამო. აცი. 1 2 3 ეხა დაიწყებს, ვერ ჩავადგი, ვერ მივადგი. მაიცა გადაგირთო. რა წაიღო? დედამო. ყველად კი რა ყერია იმ ხელა შეხელა ტურბო. ერთი კიდე დაგროგოთ? ზად ხარ? 1 2 3 ბიჭო, გასუშვებ ფეხს, იმიტომ რომ ეს ციმციმებს და მეშინი არ გავაფუჭო. ადგილიდან ჩავადგათ? არა, ადგილიდან ვერაფერს ვერ ვიზავ. დავტვირსუნი არის რა. აგი პოლიცია ბიჭო, გვერდზე. ბიჭო, ფეხს უშვებდი მეთქი. შენ ემსაკეთებ ვერ გავიდი. ფეხს უშვებდი, იმიტომ რომ ეს ციმციმებს და მეშინია რამე არ მოუვიდეს რა. ოდა მაშინ ფეხი რა უშვებ, ვაფშე ვერ გამასწავ. ეს დაჟე არ არის ისე მოხოტილი როგორც უნდა იყოს. აი გოგამ კი ჩაიჭვა და ერთი 5000-ზე მქონდა, ემირო დავადგით. რავი, ისე ჩანდაკი თქოს არ დაგიდგია. Oh, that's what I'm saying. წამოვა. რავი, ეხლა აღარა აქვს ეს სუნი. ისეთი სუნი იყო, რა გეგონება რაღაც დადნაოდა. ეხლა აღარა არის.
ჩვენი პირველი გამარჯვება მეგობრებო. ესე იგი მე მგონი ამის სუნი იყო რაღაც ხმებია. ხმები აქ. ესე იგი დაბალი ცხენის ძალებით დავიწყეთ რა ეხლა რაღაც დაბალი 350 საბურავზე კი ექნებოდა მაგრამ 350 საბურავზე არა ის. რა? სტოიჯერდი ხარ, სტოკი კი არა ხარ, სტოკს აქვს 360 ძრავზე და. Anyway რა, ეს არის ჩვენი პირველი დამარცხება. დამარცხება რა, ჩვენი გამარჯვება, ამის დამარცხება. კარგი, ეხლა არ გინდა რა. დაბალ ლეველიდან დავიწყეთ რა და ეხლა ავალ ნელ-ნელა არ გვინდოდა ეხლა ეგრევე რაღაც 600 ცხენის ძალიანთან გაზაობა რა, რო წაგვეპო მე ისეთ რაღაც იქნებოდა. ხო და ეს ლეველებზე ავალთ რა. თან ის ასთქი რომ მეორე კაცი გეჭდა მანქანაში. კაცი ვანახოთ, კაცი ვანახოთ. გაწურ სველი არის 60 კილო. სველი 60 კილო. ხლათ მაგარი გონკები ვერ გამოგვივიდა C450-თან, მაგრამ რაც იყო რა. ეხლა იცი სად მივდივართ? მივდივართ ჩემი და თქვენი ძველი მეგობრის სანახავად. ჯერჯერობით ზუსტად არ გეტყვით რა რომ მივალთ. ეგრევე მივხვდებით და მე მგონი მოგეწონებათ. თითქმის მოვედით მეგობართან. აი ცოტათ მიგახვედრებთ. თუ მივხვდებით აბა რომელი მეგობარია. ხა უნდა ჩავიდე. დაბლაყენია. თურმე დგას თავისით და არავინ ყურადღებას არ აქცევს. ჩემი ძველი მეგობარი ადრესი ჩავგდიათ ბიჭო. თითქოს არაფერი ჩვეულებრივი მანქანაა, მაგრამ რაღაცნაირად გული ამიჭუყდა. ბოლოს რაც მე დისკები დავაყენე CLS-ის, ეგენი აყენია, მაგრამ მე მეყენა ხოლმე წინაც და უკანაც მამლები, ანუ შეწეულები იყო ხოლმე, მაგრამ ეხლა ჩვეულებრივები აყენია. ვცადოთ აბა, თუ დაიკოკა. არა, რას დაიკოკება, არც იღება გასაღებით. ისევ ის ძველი კომპრესორია რა. ეტყობა რომ ეს მანქანა კაიხანია ზის და არ დადიან რა. ერთადერთი აი ეს ვიცი რომ ესენი დააყენეს რა. კოილოვერები დააყენეს და ის პადუშკები მოხსნეს. რაც ჩემი აზრით ჯობია რა მანქანებისთვის. რამდენჯერ ყოფილა რომ დავარდა ეს მანქანა. ან ტრუბკას გაუვიდა და მაგის გამო გამიფუჭებია ფენდერები. ეხლა ბატარეას შეუერთებ და ვნახოთ თუ დაიკოკება.
გამავიწყდა რამ ხელახმა გონია მანქანას. ძლივს დავქოქე. სულ დამჯდარია ბატარია. ესეც ჩვენი ძველი მეგობარი. მოვინახულეთ, ამოვქოქეთ, გავიხსენეთ ძველი დროები და ეხლა დრო დავემშვიდობოთ. 17 წლის რო ვიყავი, მაშინ ვიყიდე ეს მანქანა და რავი, 5 წელი მყავდა რა, 5 წელი მასზე ამოვნა. ამით ვისწავლი ფაქტიურად ტარება. დავამტრივე კიდევაც, ვაბუქსავე კიდევაც, დაშლილიც ყავს, აწყობილიც ყავს. ძალიან მაგარი მანქანა იყო რა, ყველას აი ვინც არ გინდა ყოფილიყო, გინდა BMW-შნიკი, Mercedes-შნიკი თუ სხვა მანქანის მოყვარული, ყველას მოსწონდა რა ეს მანქანა. საწყენია რომ ესე დგას და არავინ არ უვლის რა, როგორც საჭიროა ისე. მეც დაგემშვიდობებით მეგობრებო, კარგად იყავ. იმედია მაბატიეთ რომ დიდი ხანი არ დამიდია ვიდეო. ზუსტად ვერ გეტყვით როდის დავდებ შემდეგ ვიდეოს, მაგრამ აუცილებლად დავდებ რა. კარგად იყავით. აბა ჰეთ და აბა ჰოთ.